შიდა ქართლში საკვებისმიერი ბოტულიზმის შემთხვევა გამოვლინდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა შეტყობინების საფუძველზე არაგეგმიური ინსპექცირება განახორციელეს ქარელში 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში ახალი ხორცი, სადაც მოქალაქემ, რომელსაც შემდგომ ბოტულიზმი დაუდგინდა, შებოლილი ლორი შეიძინა. ხორცის სარეალიზაციო ობიექტში კრიტიკული შეუსაბამობები არ დაფიქსირებულა. ბიზნეს ოპერატორი დაჯარიმდა ვადაგასული სურსათის რეალიზაციის გამო. სახელმწიფო კონტროლი ჩატარდა შებოლილი ლორის მწარმოებელ ბიზნეს ოპერატორთანაც ხაშურში. საწარმოში გამოვლინდა არაერთი დარღვევა, მათ შორის კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც ბიზნეს ოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი. დადგინდა, რომ მეწარმე საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და აღიარების გარეშე. დარღვეული იყო მიკვლევადობასთან დაკავშირებული მოთხოვნები. საწარმოში არ არის დანერგილი ჰასპის სისტემა. ერთ-ერთმა მოქალაქემ ქარელში ხორცის სარეალიზაციო ობიექტში შეიძინა შებოლილი ხორცი, რის შემდეგაც დაეწყო თავის ტკივილები, ბოტულიზმისთვის დამახასიათებელი ტკივილები დაეწყო და მიმართა ქარელის საავადმყოფოს. იქიდან გადაიყვანეს პაციენტი თბილისში. ჩვენ ამ შეტყობინების საფუძველზე ისერად მოვახდინეთ რეაგირება. აღნიშნული მისამართზე, სადაც იყო მითითებული მოქალაქის მიერ, იყო ხორცის სარეალიზაციო ობიექტი, შებოლილი ღორის ხორცი, რომელსაც მოქალაქე ასახელებდა. იმ პერიოდში, როცა ჩვენ მივედით არაგეგმიურ ინსპექტირებაზე, უკვე იყო ვადაგასული და დაილუქა ეს პროდუქცია. შესაბამისად, ბიზნეს ოპერატორი დაჯარიმდა ვადაგასულის პროდუქციის რეალიზაციისთვის. მაგრამ ეტიკეტზე მითითებული იყო მწარმოებელი სხვა პიროვნება, რომლის ვინაობაც იყო ხაშურში. ძალიან ცუდი პროცესი დაგვხდა. ბიზნეს ოპერატორი არ აწარმოებდა არც სადეზინფექციოებს, არც რეცხვა დეზინფექციას, კოლდესატის დაგროვება იყო. შესაბამისად, ეკონომიური საქმიანობა არ ჰქონდა ბიზნეს ოპერატორს, რის გამოც საწარმოო პროცესი შეუჩერეთ. დავაჯარიმეთ 1000 ლარით და მივეცით მითითებები, სანამ კრიტიკულ შეუსაბამობას არ გამოასწორებს. აქვს მითითების საფუძველზე, როცა გამოასწორებს, აღუდგენს საწარმოო პროცესს, თუ კი ჩვენ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.